მოგესალმები. ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე თემაზე ვსაუბრობთ. ერთი და იგივე თემა არის განათლება და ჩვენი სტუდენტური პარლამენტი, რომლის წევრი თქვენ ბრძანდებით. თქვენ ხართ სამედიცინოს კუთხით და ხართ მეხუთე კურსზე. ამაზე უკეთესი არაფერი არ არის, როცა ადგები ახალგაზრდა გოგონა რამდენი წლის ხარ? 22. 22 წლის გოგო ადგები ახალციხეში. მოხვალ განათლებას მიიღებ და ამით იტრაბახებ. უყურე რა არის? თუ რა ვინმე კარგს გიკეთებს ცხოვრებაში, ეს არის დედა და მამა, პირველი. მესამე არ არის, პირველი არის დედა და მამა. და ამ შენი განათლებით პირველი ვისაც გაახარებ, ეს არის შენი დედა და შენი მამა. თქვენ ახლა აქ გაწევრიანდით, მოდიხართ, აქ რას ისწავლით. აი აქ იქ რასაც სწავლობ, ჩათვალე იმაზე ნაკლებს აქ არ ისწავლით. რატომ? თქვენ ხო ხედავთ, რომ ყოველ შეხვედრაზე ახალი ადამიანებს ხვდებით და ისინი მისი გამოცდილებას გიზიარებენ. ამაზე უკეთესი არაფერი არ არის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამოცდილებების მიიღოთ და მოусვინოთ იმ ადამიანებს ლექტორების გარდა. უყურე, მე დღეს თქვი ყოველ დღე ვამბობ, რომ ერთი ლექტორებს მინდა მე შევხვდე და მინდა უსაყვედურო. ახლა რატომ? რა არის? ლექტორებმა სტუდენტებს უფრო მეტი უნდა მოთხოვონ. მეტი უნდა ისწავლონ. ჩვენი სტუდენტები რატო უნდა დადიოდეს სხვაგან სასწავლებლად? ჩვენ ყველაფრის საშუალება გვაქვს, რომ საქართველოში ისწავლონ. მაგრამ იმ დონეზე არ არის სწავლა, არა, შენ რო გინდოდა ახალციხეში ადექი, ჩამოხვედი, ისწავლე და მეხუთე კურსის სტუდენტი ხარ, ხო? და კიდე რაღაცებს არეკლამებ, შენ თავს ირეკლამებ და რაღაცას შოულობ, რომ დედას და მამას არ დააწვე, ხო? მუშაობ. აი ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ეს შენი პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენთან შენ უფრო მეტ პრაქტიკას მიიღებ კიდევ. ბატონო. აუცილებლად. რაც შეეხება კმაყოფილი ვარო შენ ერთ-ერთ ადგილზე ჩავწერეთ ჩვენ და კმაყოფილი ხარ ამ სტუდენტური პარლამენტით. ძალიან კმაყოფილი ვარ. დიახ. გიორგი როგორი ბიჭია? კარგი, მიზანდასახული. ძალიან მიზანდასახული ადამიანია გიორგი. ჩანს მის ქმედებებშიც. გიორგი მომიხსნა ეს და მე მეთხარი მე დაგიხმარები და მე შეგაქმნები იმას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შევქმნათ მეთქი. მე ბევრ რაღაცებს ვაკეთებ ჩვენი კომპანიის სახელით, ჩემი სახელით და აი ეს GB ეს ჩემი შექმნილია და ვინც ავტომობილებს იყიდის, უნდა ყველას ვაჩუქოთ, უყურეთ. ეს ახლა ზოგისთვის მარტივია, მაგრამ ამაზე ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. ეს არის ჩემი ბევრს ნიშნავს. აი ეს არის ჩემი ხელის მოწერით, ეს არის ჩამოსაკიდი და ამას მე შენ დღეს ჩუქნი როგორც საუკეთესო სტუდენტს. უღრმესი მადლობა. აი უყურე როგორ არის. მნიშვნელოვანია ჩემთვის. აი უყურე როგორ არის. ყველამ უნდა იცოდეს, დიდმაც და პატარამაც. ომში მაგალითად ომის დროს არასდროს არ ესვრიან ექიმს. არ მოწინააღმდეგე მხარე არასდროს არ ესვრის თუ იცის რომ ექიმია. ექიმი და ჟურნალისტი ყოველთვის მაინც ურთხილდებიან და მით უმეტეს ექიმს. რატომ? ექიმი არის ის, რომელიც ყველას ჭირდება და ექიმსაც ბიბლიაზე აქვს ხელი დადებული. შენ როცა დაიწყებ მუშაობას, ბიბლიაზე ხელს დაგადებიებენ და გეტყვიან რომ ვინც არ უნდა იყოს. ფულიანიც თუ უფულო, სადაც არ უნდა ნახო, უნდა დაეხმარო. აი მიდიხარ ავტომობილით. მოხდა სადღაც ვიღაცას ავარია. უნდა ჩამოხვიდე და უნდა დაეხმარო, ეს ამთავარი. ახლა ჩვენ დავათვალიეროთ ჩვენი შოურუმი. აი უყურე როგორ არის. ჩვენ დღეს შემოყვავს უამრავი მანქანები. და თან უკვე ჩვენ გადავდივართ, ქვეყანა უნდა გადავიდეს ელექტრომობილებზე. შენ ხო ხედავ გუშინ გადაცემა გაკეთდა გუშინ წინ იმის წინ რომ ძალიან გამონაბოლ ქვიარი ქალაქი არ ჩანს. რაც არ უნდა ჩაიცვა და ერთი 200 მეტრი ფეხით რო გაიარო, თეთრი თუ გაცვია,
უკვე გაშეებულია ყველაფერი იმ დონეზე არის თბილისში გამონაბოლქვის სუნი ცალკე, ჰაერი ცალკე და რა ვიცი. წამო ერთი კარგი ავტომობილი უნდა დაგათვალიერებიო, მაგრამ მე უნდა იყიდო. აუცილებლად. მარტო დათვალიერება ხო არ არის? კი ბატონო, აუცილებლად. ჩვენ ახლა საახალწლოდ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ფასდაკლებებს და შემოვიყვანეთ აი ეს Mercedes-ები ეს არის. მაგრამ მე მინდა ელექტროზე გავამახვილო ყურადღება, უყურეთ. აი ეს არის ჩინეთში ყველაზე მაგარ ქარხანაში დამზადებული. ეს არის BYD-ის ჯიპი 4x4-ზე. აქეთ მოდინო რა. აი შეხედე. ხო მაგარია. ძალიან. აი ესეთი ჯიპი დღეს თან რა ფაში ვყიდით? ამის ფასი გაგიკვირდება რო გაიგო. მოიწე შეხედე აქეთ. აი რა კარგი მანქანა, აი ვიზუალურადაც კარგია. თან 4x4-ზეა, ელექტროა, 500 კილომეტრს გადის. ახალციხემდე რამდენია? ახალციხეში ჩაგიყვანს და აქითაც ცოტა წამოგიყვანს. კი. აი ეს ფერია, ძალიან მაგარია. ეს კიდევ არის აი ეს ფერი. თითქმის ყველანაირი ფერი გვყავს, ხო? ეს არის დღეს საუკეთესო ავტომობილები და მოდი ისა მერაბი აი ეს კიდევ ეს 4x4-ზეა და 100% ელექტროა. ეს არის BYD. ეს არის უყურე რა გიბრიდს რო ეძახიან. გიბრიდი როგორ არის? გიბრიდი არის ნახევარი საწვავი, ნახევარი ელექტრო. და ესეც არის საუკეთესო, მაგრამ ესეთი ყავს იქ დგას ახლა ვაჩვენებთ მოსახლეობას, ესეთი არის, რომელიც 100% არის ელექტრო. აქ არის კიდევ საუკეთესო Porsche, არის საუკეთესო ავატარი, ეს არის უკვე ბიზნეს კლასის ავტომობილები. აი, დღეს ქვეყანაში საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც 600-700 კილომეტრს გადის. წამოგზავნით. დღეს უკვე კითკენ მიდის საქმე, რომ ელექტრომობილებზე გადავიდეთ. აი, უყურე როგორ არის. ელექტრომობილებზე უნდა გადავიდეთ. ჩათვალე 2-3 წელიწადში გელაბარკალაიას თუ ძალით პრობლემა არ შეუქმნეს. ძალით პრობლემა თუ არ შეუქმნეს, იმდენ ელექტრომობილს შემოიყვანს, რომ ეს ჰაერის, ეს სიბინძურე რაღაცა განეიტრალდება მგონია და მომავალი მაინც არის ელექტრომობილების. ელექტრომობილი, დიახ. აი, უყურეთ ქალბატონებისთვის საოცარი. ეს არის აი ამას ეძახიან თემ სოფლიოში ქალბატონების ავტომობილს. და შეყვარებული გეყოლება ახლა სამედიცინოზე ხარ და მეხუთე კურსზე ხარ და შეყვარებული გეყოლება. არა. და შეყვარებულს უთხარი კაცო ერთი რა არის. თან ცოტა შეღავათიან ფასად მივცემ ჩვენ სტუდენტებს, ხო? არ გინდოდეს სხვისი არაფერი თუ ცხოვრება სხვა სცენარით ფერის არ შეგშურდეს თუნდაც იყოს ფერი უფლისნება იყოს დანარჩენი არ გინდოდეს სხვისი არაფერი თუ ცხოვრება სხვა სცენარით ფერის არ შეგშურდეს თუნდაც იყოს ფერი უფლისნება იყოს დანარჩენი ეს არის ჩვენი ჯეტურები, ხო იცი? ჯეტურებით დავიწყეთ ეს ბიზნესი. ეს უკვე 26 წლის მოდელებია, ეს უკვე 4x4-ზეა და რამე თუ არსებობს ნავაროტკას რო ეძახიან, ხო? რამე თუ ნავაროტკა არის, ყველაფერი აქვს ამ მანქანას. ჩვენ დღეს ყავს ჩვენი ახალგაზრდა სტუდენტური პარლამენტიდან სტუმარი თან სამედიცინოზე სწავლობს, თან მეხუთე კურსზეა და თან ყველას რო დაჭირდება, ხო? რა თქმა უნდა. ყველას რო დაჭირდება და ჩვენ ექიმებზე გავაკეთოთ ყველაზე მაგარი ფასდაკლება. აბა, კი ბატონო. უთხარი აბა ექიმებს რომ მოვიდნენ. აუცილებლად ესტუმრეთ მათე მოტორს და ფასდაკლებები ჩვენზე იყოს. მაგარ ფასდაკლებას კი, მაგარ ვაკეთებთ. ფასდაკლებას. გისურვებთ
წარმატებას. მადლობა. გილოცავ ახალ წელს წინასწარ, ახალ წელს სუფრა გვექნება და აუცილებლად ოფიციალურად მოპატიჟებული ხარ. ექიმებს უსურვებ, მთლიანად საქართველოს უსურვოთ კარგად ყოფნა, მაგრამ ექიმებზე იქნება ძალიან დიდი ფასდაკლება, იმიტომ რომ შენ აქ ახარ და მომავალი ექიმი ხარ. აბა, გისურვებთ